წმინდა პატრიკის დღე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში ხმაურიანი აღლუმითა და ღონისძიებებით აღინიშნება. ნიუ-იორკი მასპინძლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და უძველეს აღლუმს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანჰეტენის ცნობილ მეხუთე ავენიუზე 150,000-მდე მონაწილისა და მილიონობით მაყურებელს ელიან. ეს დღესასწაული უკვე 264 წელს ითვლის. ის 1762 წლიდან იღებს სათავეს. 14 წლით ადრე ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაიწერებოდა. აღლუმი დღის მეორე ნახევარში იწყება და ცენტრალური პარკის აღმოსავლეთ მხარეს სრულდება. ფანტასტიკურია, რომ წელს წმინდა პატრიკის დღესასწაულზე აქ ვარ. წელს ველოდებით მარში 150,000 მონაწილესა და 2 მილიონამდე მაყურებელს. ასე რომ 17 მარტი ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე შესანიშნავი დღეა. აქ შეიგრძნობ, რომ ირლანდიელი ხარ. წმინდა პატრიკის დღეს აღლუმი თავდაპირველად ირლანდიის მფარველი წმინდანის პატივსაცემად ტარდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ირლანდიური მემკვიდრეობის გლობალურ დღესასწაულად იქცა. თავდაპირველად ამ ტრადიციას ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ირლანდიელი ემიგრანტები ავრცელებდნენ, რათა სოლიდარობა გამოეხატა თავიანთი ხალხისთვის რთულ და წინააღმდეგობებით სავსე პერიოდში. მასშტაბური აღლუმი ასევე გაიმართა სავანასა და ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებში. სხვა დიდ ქალაქებში, მაგალითად ბოსტონსა და ფილადელფიაში, აღლუმი შაბათ-კვირას მოეწყო.